გესალმებით მეგობრებო, მე ვარ ლაშა და დღეს ამდენი ხნის შემდეგ ვითამაშებთ eFootball-ს. პარიზი დაუპირისპირდება ბარსას. მოკლედ რომ დაიწყება შეხვედრა დაგიბრუნდებით. იწყება მატჩი. ნუნუ მენდეში უეჭველი ითამაშებს, რაც წინებზე გააკეთა, უეჭველი უნდა ითამაშოს. To today's match, Paris Saint-Germain against Barcelona. გავათამაშეთ ბურთი. კარგად გავათამაშეთ თამაშგარე გამარჯობა. ახლავთ. გადავახურე დავსკებოთ მე. არ ვიცი 20 წუთიანი ტაიმები იქნება და არ ვიცი რამდენად ჩავეტევით ამ ვიდეოში. დიდი იმედი მაქვს რომ ჩავეტევით. კარგი ცუდი პასი გავაკეთეთ ძალიან. ჩვენ პარიზში მივართ როგორც იცით. შვენიერი პასი რა კარგი გადაცემა. ახლა მოტყუებაზე წავედი, მაგრამ არ გამომივიდა. დარტყმა გამოვიდა, არ დაგარტყმა ვინმეს დაგუბლოკეს შემდეგ. კარგი შანსი დეზირე რუე გადმოტანა ხუჩა კვარაცხელიაძე მელა მიიწევს კვარაცხელია შევიდა საერთოდ მოტყო ერთი ფეხბურთელი მეორე ვერა ისე ხუჩა კვარაცხელია აუ გამიჭედა და ვერ მოვა აუ რა გაჭედა Dan გამიჭედა წეგანი, მაგრამ არა უშავდა, გამოსწორდა ვითინია. უე. დარტყმა, არა. მაიულუ. პირველია ბურთზე ჩაწოდება. დუენ ვერ მოიპოვა ბურთი. მე 11 წუთი გახლავთ უკვე ამასობაში. ჯანდაბა ჩაჭრეს პასი. ეგრე, ახჯარი. აუ, რატო ჩაჭერით რა, ეგ პასი რო გასულიყო შეიძლება და გოლი გამეტანა. გვეტანა. შვენიერი პასი. კვარაცხელია შევიწია წინ დარტყა, მაგრამ ეკარე იგერიებს. კვარაცხელია დარტყმა. კიდევ ერთი დარტყმა. 1-0 პარი სენ-ჟერმენი დაწინაურდა მე-18 წუთზე. შვენიერი გოლი გაიტანა. შვენიერი გოლი იყო ძალიან გასაგრძელი გოლი არ იყო რა, არ გინდა გამეორება. ესე გავათამაშოთ. ვერ თამაშობს შვენი ძალიან კარგად პარიზში მე ახლა.
სკილები დავამუღამე. წინა ვიდეოს განსხვავებით აი სკილები დავამუღამე ის გახარებითაც გამოგვსა ეს გოლები 2-0 ბარის ჟამენი უკვე უდიდესი უპირატესობით იგებს ბარსელონასთან და ძალიან შემიერი გოლები გავაკეთეთ. ეს შეიძლება ამას ერთ ვიდეოში ვერ მოვახერხებ, ამიტომ ნაწილობად დავყოფ. ერთი ტაიმი ამ ვიდეოში იქნება, მეორე ტაიმი მეორე ვიდეოში და თუ გინდათ რომ გავაგრძელო მეორე ტაიმის გავდო და ლაიქეთ ვიდეო. ესე კვარაცხელიაზე გადატანა. ახლა მან რანაირად ეს სკილი არ იმუშავა სკილი. მატაობა სკილებს იძახითი. აუ რამაწონზე დაბრა აუ პენალტი. რა ბურთი აიღო ახალმა მეკარემ, მაგრამ პენალტი დაინიშნება ეხლა პარი სენ-ჟერმენის კარის მიმართულებით. ნახოთ რა შეძლებს მეკარე. წავიდა. გავიტანეს. 2-1 ბარსელონა დაბრუნდა წყობაში. ერთი გოლით და გავითანებოდა. ძალიან წინ გავიგდე. უჯარიმოდ, მაგრამ ახლა ძალიან საფრთხე შემოტევა. რობერტ ლევანდოვსკი და 2-2. ძალიან რთულია ტოპ პლეიერზე ვთამაშობ. 2-0-დან 2-2 ტოპ პლეიერის გამითანაბრეს. მეგონა რომ იქით დააწყდა რა. წითელი ბარათი 10 დარჩებიან პარი სენ-ჟერმენელები 11 ბარსელონას ნაკრები რა თამაშით მალე რა არ გადათამაშებენ პარიზელები იმედია გაიტანენ პარიზელები მენდეშმა გადაგვარჩინა ნახოთ ახლა მოქმედებს ძალიან აჩუქა უბრალოდ ბურთი ბარსელონელებს
კვარაცხელია. რაფად მიიწევს წინ. დაკარგა ბურთი. წავიდა. რა კარგი მაწონი გააკეთა, მაგრამ იმ ორ ფეხბურთს ესე გაცდომილი იყო და გოლი გაეტანა, იდეალური იქნებოდა. მენდეშის ჩაწოდება უძლიერესი ჩააწოდა, მაგრამ დემბელეს არ შეეშინდა ბურთის, დაარტყა თავი და ანგარიში 3-2 გახადა. არ გვინდა გამეორება და გავსკიპოთ. Manieri passi. Rips sakitibs is goli arad tu am კინგრი რაღაცის გამო არამედ კვარაცხელიას ეკუთვნის. რიფს აკეთებს კვარაცხელია, ამაზე უეჭველი გინდა გამეორება, 100%-იანი უნდა გქონდეს გამეორება ამას. უბრალოდ შეხედეთ. რას აკეთებს ხვიჩა კვარაცხელია. ორი ნახე რა მაწონი. და რა პასი კიდე და რა მიღება და დარტყმა იგითი არაფერი, მაგრამ კაია რომ გავიტანეთ. 4-2. პარიზი უკვე პირველ ტაიმში უკვე უდიდესი უპირატესობით იგებს. ეს გასაკვირი არა, დემბელე, ნუნუ მენდეში, ბარკოლა არა. დემბელე, ნუნუ მენდეში, კვარაცხელია, დუე. ეს გოლი რო გასულიყო, წინოალე იქნებოდა იმ მაწონთან ერთად. მაწონებს ვაჭმე უბრალოდ ტიპებს. ჩამიწვა. დუემ ვერ ჩაასწრო, თორე ვერზე დემბელეს გაუგორებდა პას და დიდი ალბათობით გოლი გავიდოდა. რო ჩაესწრო. მოდი გავათამაშოთ. ჩაწოდებას ჯობია გავათამაშოთ, რომ უფრო ბევრი შანსი გქონდეს. პასი გავაკეთე, დამთავრდა პირველი ტაიმი და დამთავრდება ახლა მალე ჩვენი პირველი ტაიმი. აბაჰო, თუ გინდათ ავიყვანოთ ლაიქებზე, თუ გინდათ რომ გავაგრძელოთ მეორე ტაიმი. აბაჰო.